დიახ, საწვავი გვეყოფა. თუ არა ჩამოვასხეთ და გავუვიდეთ. სპირტიკი გვაქვს. რაც არ მიჩის საწვავია. შევაიხსნა. Planșetele. Am din obger, am mă просто სატრიალებლად მინდა რა. ამას თანაზე უნასტრეკი და ნუ დაწერცინებს. Obger am interesează. Cai, așa cum ăsta docerea. Შეიძლება დაჭდა იქით. ჯერჯერობით 269-ზე ვარ, მაგრამ ჯერ ძალიან შორსა. წნევა არის 0,6 ბარი.
და ეგრე. ნელ-ნელა მივიწევთ წინ. და ჩდება ეხა კამერა შევაერთებ დავტანე, მე ვნახოთ რა იქნება. კაი, ეხა ერთსაც დავატრიალებ, დავლოგავ და მე წავალ სახში და სახში ჩავუჯდები რა შვე და ვნახავ. აი 269-ზე ვართ. ჯერჯერობით ძალიან უკან ვართ, მაგრამ თავარია ბოლომდე ტრიალებს. მეგონი ცეპლენია აგუშავობს, მაგებს ნახავ ეხლა ლოგში რა. თანაჩეთ მაყოფილი ვარ რა. ისიბრალიც მეგონა მართალი აღმოჩნდი. სვეჩები შევცვალე, გასწორდა. დაზაზორებული დავაყინე ოღონდ. როგორც საჭიროა ისე. თანაჩენს გავაგრძელებ ეხლა ლოგებს გადმოვწერე და სახში ჩავუშვებ. გამარჯობა მეგობრებო. ეს არის ვლოგი ნომერი 2. რუსთავში ვიყავი სამსახურის საქმეზე და ძალიან გამაჩერესა. ყველა დამაკარგინეს 2 საათი. და ეხლა მივდივარ დაინოზე მოტოები მოდიან. BMW-ები იქნება. კიდე რა იქნება? 2 წალი Honda უნდა იყოს. SP რაღაც RRR რაღაცა როა, აი უნდა იყოს. ტესტებზეა 3 მოტო, ერთია ნასტროიკაზე არა, უბრალოდ შეზღუდვების მოხსნა უნდა. Next finish-ზეა 1 მოტო და. მე ვიცი, ნახოთ. ჩავალაბა და ვეცდები გადავიდო. ქართულად რამდენი ეხა მას 200? 207 წელი რამე არის გაჩი. არა. არა. 210 ანუ ეს. ბაკრას ეგა. 210.
ცოცხალი მოტოა. ეხლა ამის გვამის ჯერი დადგა. ეხლა ნახე რა ქნას. ეს არის ბრენტონის სტეიჯორი, ხო? კი. დაწერა 220 ცხენი. იქვეა დანასტროებული, იქა დაყენებული აბრაჰოვიჩი. კაი. ახალ ფაილზე რასთანაც. ეხლა წერს ოთარანტ ქრივი E85-ის maps. ეხლა ნახე რა ქნას. ვაა და ბრენინგა ჩამოვაცილო ყურებით. უნდა ჩამოვდიო. ბრენტუნინგის ბრენი. შილში მოსი ნახალოვკაში ყოველთა. დაუბრუნდა, და პირდაპირ გორშია. ოდა ჩაიჯვა ოთარანტ ქრივის E85-მა. და დააბრუნა ისევ საწვავის მაპი. ორი ცხენით ნაკლები დაწერა სპირტმა. ეხლა ჩაასხავს ისევ ბენზინს და გავტესტავთ. ხოდა რას ვიძახდი? ეს არის სპირტის შედეგი 219 და 5. ეს არის იმის შედეგი, ბენზინის. ქვევით არის სმესი. ეხლა ნახე რა ქნას. რაღაცა ბრუნებს. ვიდეოს აღარ ვიღებს სპეციალურად, აღარ ვდივდი. ამ ყველაფრის მე რა გამომაკინა. მაგადაც მიხარ, აი გარი ჩვენ 13 წლიანი ურთიერთობა. რაგინა რეკორდი გაქვს. 222 ცხენი გაქვს, რაგინა რეკორდია. ხო, მოვჭდი. 200 იმას ხო აჯობე კაცო. ბრენტონის stage 1 როა კავასაკში. გოჩას ხო აჯობე. აი მეც გამასწრე თამაშად. ნოზე მასწრე ესე. მოკლედ ეს არის რა. დამჭირესა. აქ ნახეთ რეები ხდება. სმეში. ოპანანინა, ეს ჩართული ყოხში. კი. გაიდროს კი ვიკითხეო. შენი გული მოვიგეო. ეს დადიოდო. ასე დამგვარად. აბა ეხლა ნახო. 200 აბანოში გამოჩნდება. აბკასა. ეხლა მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა. დავატრიალეთ ჯერ ის მოტოციკლეტი, რომელიც დინოს დაკალიბრებამდე შევამოწმე და იდეალურად იყო ყველაფერი, რა ზუსტად ქართული რაც აქვს, ეგ დაწერა. მე დააყენა უთონ თავის მოტოციკლეტი 222 ცხენი დაწერა. მე ბრენტონის გამოგზავნილი სტეიჯორი ჩაწერა 200, ძალიან ცოტა დაწერა რა, 216 თუ რაღაც დაწერა. მე ბრენტონის E85 მაპი ჩაწერა და მაგ მაპზე დაწერა 218 თუ 219 ცხენი დაწერა. კაროჩე ბენზინზე ქონდა ყველაზე მეტი ცხენი რა. და ევით დასკვნა თქვენთვის მომინდია. გამარჯობა მეგობრებო, აუ ისევ გასაპარსი. კაროჩე ეს ვეჭველი ჩვენს მოვიყვარს და თავს შევიჭრით. თორე დრო არა მაქვს, დრო. ხვალაც ფოთში მივდივარ 2-3 დღით, აბა რა. ხოდა ჯოკინა გამდით მერცხალს დავეჭირ. ხოდა სანამ ფოთში წავალ ხვალ წამოვედი დინოზე, მინდა რომ სანამ დრო მაქვს, რამოდენიმე საათი მაქვს თავისუფალი. მინდა რომ ჩემ მოტოციკლეტზე დავაყენო map switch-ი. ანუ მინდა დავამატო ბენზინის რუკა და სპირტის რუკა ცალ-ცალკე რა. იმიტომ რომ ეს მოტო მინდა იყოს ყოველდღიური მოტო რა, არ მინდა რომ აი მარტო 100-200-ის და ბანზე საგაზავო მოტო იყოს. მინდა რომ ყოველდღე
ვიკატაო წყნარად, შვიდად. ცოტა სახეზე ღიმილი მომგვრელი იყოს, როცა წნევაზე გავა, უსაფრთხოდ ბენზინზე და ამავდროულად სპირტზეც მინდა რომ იყოს უკვე ესეთი რა, აი ბაევოი მოტოციკლეთი. ხო და ვნახოთ, ჯერჯერობით ცეპლენია მუშაობს რა, ქარხნობით, უბრალოდ ის შევცვალე. Heavy duty springs დავაყენე, პრუჟინები ძლიერი ბროქსის, მწვანეები და რა შაიბებიც მოყვა ყველა დაულაგე რა. ეხლა ცოტა ცუდად თიშავს. ეგ მაგ დასარეგულირებელი, მაგრამ ისე ძალიან აღარ ბუქსავს. თითქოს აი მაღალაბაროდზე რაღაცა უნდა რომ დაბუქსავდეს, მაგრამ არ ბუქსავს. ეგეთი შეგრძნება მქონდა, მაგრამ ლოგებში ვერ ვნახე, ნუ მაგას ვერც ნახავ ლოგში თუ იმენა არ ბუქსავს, ლოგში ვერ გაიგებ რა. ხო და ნახოთ საბურავიც მინდა შევცვალო. წინ დისკი მინდა შევცვალო და ნახოთ პირველ რიგში map switch-ს დავაყენებ ახლა. და დანარჩენს მერე მივხედავ თუ მოვასწარე. დავაყენე map switch-ი. ეხლა ველოდებით ფეხბურთის დაწყებას. აი ჩვენი map switch. დააწვევი map 1-ია, ქვემოთ ჩამოწევ map 2-ია. map 2-ზე მექნება ბენზინი, just cruising რა. საკატაო map-ი და სპირტი მექნება map 1-ზე. ხო და ესე ვერ მოვასწარი საბურავების შეცვლაც მინდა. ხო და მერე შევცვლი. ხვალფოთში მივდივარ და რო ჩამოვალ შევცვლი საბურავების წინა დისკსაც შევცვლი. ახალი დისკი უნდა დავაყენო. უკანა საბურავსაც შევცვლი. ეხლა კი სეფათევს მოიტანს, Unreal-ს მოიტანს და ჩაუჯდებით ფეხბურთს. ოპერატორ. Ja. ეხლა ვარ ისევ დაინოზე. ძალიან დიდი ხანი არაფერი გადამეღია. რაღაც ჩეპები იყო პატარ-პატარა. კაბელები გამიფუჭეს ისევ და სანამ ახალი ვიყიდე, სანამ ჩამოვიდა. მოკლედ ამ მოტოს კიდევ ერთი ცხენი მოემატა. 213 ცხენი აქვს. ხო და პატარა კორექციები შეგვაქვს. ანუ აიდლზე რა, ხალასტოი აბაროძზე ხანდახან ვერ იჭერს აბაროძს და მაგას ვასწორებ. ხო და ამ ვაჟბატონმა მოიყვანა აი ეს მონსტრი. ხო და ხო და ჰონდაზე ცუდი აღარავინ აღარაფერი აღარ თქواس. არა ისედაც ახლა ეგრევე ეტყობოდა რომ ძალიან ბევრი ცხენი ქონდა. აი გაზზეც და აბაროძეც და ყველაფერზეც. რაკეტა. მაგრამ ადგინდა 300-მდე მაინც ნელია. თან დავიღალე. მოკლედ როგორც იქნა დავრჩი მარტო. წავიდნენ ბიჭები, ჰონდა გავტესტე. ვაუ, მაგარი შედეგი დადო ძალიან, მაგარი მოტოა. MT10 იყო,
დანასტროიკებული ჩამოსული და გავტესტე და ანუ ესე დანასტროიკებული და მე ჩამოსული მოტო არც ერთი არ მომწონდა რა, ძალიან ცუდად მუშაობდა ყველა მოტო, მაგრამ ეს MT-10 ძალიან მაგარი გაკეთებულია, იმიტომ რომ აი ძალიან გლუვად არის, სმესიც კარგად უჭირავს, საჟიგანია ხა რაღაცები არ მინახიან, მაგრამ ნახეთ აი ეს არის გრაფა 167 ცხენი 155 საბურავზე და აი სმესი იდეალურად არის მოკლედ გასწორებული, არ ვიცი ვისი დანასტროიკებულია, მაგრამ ჯერჯერობით ესე კარგად დანასტროიკებული სხვისი დანასტროიკებული მოტოციკლეტი ჯერ არ მინახია. მოკლედ ბეწვზე მოვუსწარით ამ Z1000. ეს ნახეთ. ეცადე კარგად დაგანახოთ. ეს არის გრაფა, ეხლა შევამოწმე. ეს არის გრაფა, ეს არის სცენის ძალა, ეს არის სმესი. და ნახეთ, 17 და 13 მეასეთი, 10018 წლება. ერთი ორჯერაცო ჩავაჭირო, ძრავი დადნება და გახდება ჩემი საყიდელი. ხოდა, მოკლედ საშინელია ნახეთ 16. სადაც ძალა ემატება, 14. არჩი საშინელებაა რა. ხოდა, ეხლა ეს მაქვს ხარჯებს რაღაც დავყვა. და მე ვნახოთ რა იქნება და მე შევიდან კორექციებში. თუ კამერა არ დაჭდა გადავიდე. თან ეხა მარტო ვარ და გადაღების დრო. შევიტანე ისევ კორექცია და შეტანილ კორექციებზე რეაგირებს კომპიუტერი, სხვაობას იძლევა. ცხენის ძალაც ემატება, მაგრამ ჯერ მთავარია გავასწოროთ. სმესი გავასწოროთ და მე ვნახოთ უკვე ცხენის ძალები. კაი, ახლა დავატრიალებ და ვნახავ რა შვება. ისო ჩაიჯვა. შევიტანოთ კორექციები. Страннее, რა. ბევრია ძალიან ბევრს ასხავს. კი არა, ცოტას ასხავს. 7-დან ვაფშე. კაი. 7000 აბაროტიდან დავუმატოთ ჯერ. მოკლედ ჯერ ვერ გავიგე რატომ უნდა შვებოდეს ესე რა. ქარხნული პროგრამა ვერ მუშაობს საერთოდ. კოლექტორი შეცვლილია. შეიძლება აირბოქსიც რაღაცეებია გადაკეთებული, ვერ ვიგებ. ან საწვავი არ ყოფნის, მეტა ბენზონასაც შეცვალეს ამ მოტოზე, ან ინჟექტორები თუ გარეცხეს. კაი, ახლა გადავაწერ და ნახოთ. რა კაია კავასაკი რა მალე იწერება. კაი. ხა ეს ჩავწერეთ და დავაყენებ აბა კომპიუტერს და ვნახავ რა სხვაობა აქვს.
ძალიან უმნიშვნელო სხეულა აქვს. რაღაც ჭირს სხვა მექანიკური. იმიტომ რომ საწვავი არ ყოფნის. მოკლედ ახლა რა ხდება? იდეალური იყო პირველი რანი, მაგრამ მეორე მესამე რო ცხელდება, საწვავი აკლდება. ბენზონასოსია შესაძლოა. უეჭველი, სხვა ვარიანტი არ არის რა. იმიტომ რომ 137 ცხენი დაწერა კორექციის მერე და მერე დააკლდა. მე როა ეს 1600-დან უნდა მოუმატოთ კიდე საწვავი. აი, ნახოთ. უნდა მოუმატოთ საწვავი. მაგრამ რო ცხელდება, რატო ენძრევა? საკითხავი სწორედ ეს არის. რო 1600-დან რატო ენძრევა? კი არა და მეორე მესამე ჩაჭერიდან რატო ენძრევა? ამდენი არ უნდა ჭირდებოდეს არც პირიქით ყველა მოტოს ვაკლებ ხოლმე და. აი, კიდევ ერთი კორექცია შევიტანოთ. და გავტესტოთ. ეხლა ცოტა ბრუნიც მოუმატე. იმიტომ რომ უფრო აღარ არის ისეთი საშიში რა. რო ცხელდება ენძრევა. ნაშოს. ნარა. მიგრე ძალიან ცხელდება? ინჟექტორები რო იყო სუიზავდა. სიცხეზე ნასოს მაიცის. ჩაიწერა. აბა ვნახოთ. ვენახი. რამ შეჭამა? ვენახი. არჩევა ცხელდება ერხევა, აი
დავაგრილოთ და მე ვცდი კიდე და თუ უკეთესი შედეგი დადო, ესე იგი ნასოსია. რაც შეეხება მარია აზამასცევას დავაყენებ დაჩიკი ბენზონასოსის წნევის ლაივში რომ მენახა წნევა, იმიტომ რომ ეუბნებოდი რომ ბენზონასოსი არ ვარ გამეთქი. ეს რამდენჯერაც ვთქვი, იმდენჯერ იგივე პასუხი მივიღე რომ ახალია, კვანტუმია, ეს არის. დაჟე საერთოდ არ ვკიდებ ხელს ეგეთ რაღაცებს რა, მექანიკურ მხარეს, იმიტომ რომ პურიმ უნდა გამოაცხოს. მე შეიძლება რა ჩემ მოტოზე რამე გავაკეთო, ხო? და ასევე გავაფუჭო, მაგრამ ის მოტოზე რამე გავაფუჭო არ მინდა. და რაც ვიცი იმას ვაკეთებ რა, მაგრამ ეს მოტო ევაკუატორით გამოგზავნეს ქუთაისიდან, ხო და არ გამოდიოდა ხო, ხوار გავატანდი და რეგულატორი შევცვალე. წნევის რეგულატორი რო უყენია იქ ნასოსის корпуსში. მაინც იგივე შვება. ხო, ანუ ახალგაზრდა მკვდარია რა. ეს ნასოსი უნდა შეიცვალოს. ხო. და წინასწარ ყველას ვაფრთხილებ ხოლმე, რომ აი გამართული მოტო მოიყვანეთ, არაფერი არ ჭირდეს. და არა, ყველანაირად გამართულია, ყველაფერი ახალია, უბრალოდო ნასტროიკა უნდაო, მაღლებში საწვავი აკლდებაო რა. მეთქი ბატონო, მაგრამ განამაგდენი რა აკლდება რომ ესეთი სავალალო მდგომარეობა მეთქი, მაგრამ რა ვიცი, მთლიანი გამშვები უყენია რაღაცები გადაკეთებული და თეორიულად შეიძლება რომ ძრავი გააფუჭო რა. ხო და იმიტომ გამოგზავნეს, მივიღე, დავტესტე. და იმან დამაიჭვა რომ ცივზე ნორმალურად მუშაობს და ოდნავ გათხრება თუ არა, წნევა ვარდება რა ბენზინის. ხო და ეხლა იმენა აი გაბრუებული ვარ თავი მისკდება, 3 ღამე მაქვს გათენებული. უშინ ტურბო ჰაიაბუსას დავაკვდი. მაგარი შედეგი მივიღე. 366 ცხენი. სპორტულ საწვავზე. ხო და ისე დღიურად daily drive-ზე არ იქნება მაგდენი. შედარებით ნაკლები. ეს რაღაცა როა. ეს არის უზუსტეს. გადაწერა. 301-ია, მაგრამ უზუსტეს საბურავზე? არა. 286 გაქვს საბურავზე, მაგრამ რო გავაგრილებ, საბურავზე დავაწერილებ. გაგრილდეს ჩააქრე 1.5 საათი დავაცადო. გავაგრო? ხო. 1.5 საათი დავაცადო და მერე კიდე. აი, შენი ეხლა ბარემ დრო ვარ დავკარგოთ, მე ვიკიდი შენ ლიცენზიას. ურბოთედოს აქვს 300 ცხენი. მაგრამ ძალიან გაცხელებულ პირობებში რა, გაგრილდება და მე საბურავზე დაწერს 300. მანამდე ამის ლიცენზიას ვიყიდი და პატარა კორექციებს შევიტან. და მე დავაყენებ დინოზე, ოღონდ ცოტა გვიან მოუწევს. ეს ჩემი თეთრი მაცივარი, ჩემი რა მარიამის. 2 დღეა დავდივარ, პირველი, მეორე, მესამე სიჩქარე.
მარტო. მეოთხეა ნუ მეოთხე არ ქონდა. წველი იყო დამწვარი და მაგის გამო ვიარე ესე 2 დღე. რომ მოვიცალე მე ვიპოვე და. ამაც აკი ადრენალინია გიგენ. კაია სამიანი რო დაინახე? აბარა. როგორც ველოდი, მე ყველაფერი კიდე წინ გვაქვს. ეგ ცხენი ახლა ცუდ პირობებში და გახურებულზე და 45 იატზე და კაროჩე. ნუ მინიმუმ 350 ცხენი ეხება კაი პირობებში. ახლა გაგრებდება და ისევ დავაყენებ. Coca-Cola არის მაგარი. ესეც 5 ცხენი. ცივილუდი არ გიჩვენია და მაგას. ეხლა არა. ეხლა არა ის. აი ეს დაფუჭი რომ დალევა. გუგმა რამი. მეც. ორი ხას დააჭირი. Uleri. რამდენი? 293. რამდენი? ორჯერ ქონდა 293. საბურავზე? ძრავზე მოაკლდა რა. ესე იგი არ შვება არაფერს. და პირიქით დაბლა მოხუჭეთ. ხო, ეგ არის. აი ზუსტად მაგას მე უნდა ის. ეხლა ჩავაგდო დაბლა. ეხლა პირიქით დაბლა. მიდი ბარემ ჩააკორექტირე და ჩავწერე. და აი ეს კონსტარი, ეს ხო, მაგრამ ჩეკი ვისია. მაგას დიაგნოსტიკა ხო გაქვს? სამს მოაკლე? კაცი ხო იმას? ეხლა რაც არის. ეხლა სამი მოვაკო გამ. -1 გამოგივა და 3 მოაკე. და ვნახოთ. გასრო გაუში მერე არ. ანუ ბუსტზე არა. დაპედინები ყველაფერი. არა, სმესი იდეალურია. დაჟე ბაგატია 10-ია. 10 და რაღაცა, მაგრამ მაგალითი. არა, სრედნებში. მაღლებში 11. მაგალითი 11. 297 და 4. ძრავზე. მაგრამ ჩეკია.
ეხლა ნახოთ რა იქნება. იგივე იქნება. აბა პირველი მესამე მეოთხე იყო წეღანი. ჯო არ მომწონს ეგ მე მაგალითად ზოგადად რაღაც აი ისე უნდა წაიღოს. აი შეიძლება ერთ წელში აღიბედე დედაც. მეორე მესამე. პირველი აღარ. იცი მე ვფიქრობ აი დიდ ძალაზე აი ეს რაღაცას აკეთებში აღიქნება. ხოჩი არასდროს არ ამბობს. მე ვფიქრობ, რომ ეხლა იგი წაშალე და 3 გრადუსი მოვაკელი და ვნახოთ. თუ ისექნა ისევ ჩვენ ორცილინჩი რო ვიდნებოდეს მაგას ხო არა შეიტყობდა. მოეჭვი. სხვა რაღაცა შეეწყო. მაგენი ძალიან პროჯულად არის შენ თუნდაც ვიცოვა კი არ წაყუნდება პროსტა შესმინდი ყوازი აგიტოა არა ინჟექტორის შტეკერები არის მოწონილი ძალიან და აი დიდი ვიბრაცია რო აი იქ პატარაზე მოხდება არ დავსვი აი ეს ამოვაკელი და ჩაწერე. ეს მაპექი მაპორია ორივეში ვაწყობ ეგ რა არის, ცი, ამაზე გადამყვანი ხენდება ქართულ კომპიუტერზე. ტუმბლერი და მაპერტი შეიძლება, მაპორი შეიძლება. აგიქია. ორცალს აპერე მიჭკებ, ორცალს. და ისე ორზე მუშაობ. ორივეში ვასწავლებ. მაგალითად მე ვიცი რომ ერთზე მუშაობს. GSX-ზე 1000. და ვარდიცი ძველზე მუშაობ, ამიტომ ვასწავლებ ორივეს. ხო. ძველი GSX-ზე 1000 უარი მაპნოლია. აქედან გავასწავლებ. საიდანაც მომავალ მაგლებში მოვაკრო ჯობია. კარგად გადის ახლა წნევაზე. აი, უფრო ტალჩოკია. არა ქონდა, ეხლა უფრო ტალჩოკია. მოშლი ტალჩოკია. ფიგა ვა. და სამები. აი აქედან დამყავ. არა, ხუცა. აი აქ 6000 გადავა. ხო. 12 ნახევარს ტრიალებს. რა. ეგ რუხა ბაზარი ეგ აქ მაგ თორნეც და ეცობა მე მაინც საბურავს იყოლია დინო ეგრე აჩვენებს. მარკლა? ხო. ეცობა აგრანიჩი წელზე მაინც საბურავი უფრო მეტი ინერცია რო აქვს, მეც ატრიალებს. მოიცა. და VR გრუპესაც Unify არა? აქ მაგრამ მე ეხა ეცე ის არა მაქვს. მაგ დავაკეთე. ხო. აი დემიც მაშინ ყველას უნდა გადავაწერო. ყველა არა, ყველა სიჩქარეში ინტელიგენტია. მაშინ ხელი თუ არ ვასწავლო. აბა ჩამოშალე გრუპებს. აი მოდი ეხა ესე ჩვენ ახლა გრუპ 3-ში ვარ. უხსამში ვიყო. მე 5-ში ვარ. ყველას ვასწავლებ ვახში. წეგანაც ყველა გავასწავლებ. ხო. აბა რა. Las che da video scusato, ci ha fatto da tutto smaga. გაქნა იცი? იქ აქშედი ჩაუხერგენი. ვაფშე ჩაუხე და ყველი ჩაუხე. მე მაინც ეგრე მუშაობ. ეგრე უნდა ქნა სასწაულო. ზო მეტი ხარაფერი. არა. ცილინდრზე არა აქვს Unify? როგორ არა? აი ზარიგანია დია, რა ვე? ის პომპა არა გამოთვლდა ახლა. ეს არის ხო? აიცა მე მისამნა. გადმოვწიე. ზო ხო. იქითაც იწევა და როლაგერი. ეითეიგი აგრილად არის ასე ხარჭი. ეხა აგრილდა ისედაც. გარედან ცივი ჰაერი შემოწ. აგრილები არაც. რაღაცები ჩამეყარა თავში. აუ ბიჭო პიკებში რაცალა რა. სვედნები უფრო მომეწონა. წლევაზე რო დადეს, აი ესე. ეგ არის მილეტის თორქი. ჩემი არ იყო ეგრე და ეხლა ეგრეა. და მაგრაუ кайფო აგეთ.
გაგიდეს. ინტერნეტი რო არ აქვს ეგრეც. არა, ის ჩემი ბრაცაც ხოა და გაჩი. ორი აკაუნტი მაქვს შედი ასე ის. ინტერნეტიანზე წერს ხო? ხო? ამ სოფტის დედაც გავაგა. კლეობა. კლეობა. ვიყიდო ის კომპიუტერი. რომელი? Foxy. ელაშულს რაც არის. როლიჩი ესეთი რაღაცები ხომ არა. დეტალურად ვერ შვები ვერახეს. ერა ინჟექტორების იმასაც ვერ უწევ. რა ეგრონ ეს ხალხი. ხო იცი რამდენზე იმას თვითონ ინჟექტორებს მაგას უაკეთებ. ხომ არა მაგას სხვა კომპიუტერი უნდა. ხო და მაგას გეუბნები სხვა. კაი, რას ვაკეთებ? დავატრიალო ახლა. ცეზე. ცეზე და მერეგოისაც მიცემ და ინჟექტორი ვარ მუშაობდი შანსი არ არის. დაბლებში. გაკოკედა ის მას მოუწევდა. აი მაგალითად 3-4-5 გრადუსი რო დაუმატო ატმოს ხეხებზე კიდია. ამას პატარა სვლა აქვს ამ პორშინებს და არ იტყობს რა დეტონაციას. მანქანაზე კი, მაგრამ აი ტურბინიანი ცოდოა. თითო უნდა მოუმატო ამას და მე იმასაც მასწავლი შეჩვენა. შენ როგორ სიაფილე წასვლა? სად? აი მოტოს რომ მოვჩები, წავა. ხო, გამო. ხო. ფეხით ხორდება. თუ ვინდა ჩემ მოტოს მოგწე, მაგრამ ფარები არა აქვს. არა, ჯობია ის. არათი ჩამოვსვო. აი, ეხლა რას ვიზა ვიცი? ამას ავწევ რომ არ წამოედოს ძალიან და ჩამოვსვათ. შეიძლება რომ გამოვიყენო. უნდა შევძლოთ. Yamaha MT-10 ნახოთ before after რას იზავს.
20000 გარბენი? აფერი არა. დაიცა. ჩავახტე ხახაში. ჩავახტე. ამ ხუმრობაში 151 ცხენიდან ავედით 165 ცხენზე. ხო. ჯერ კიდე გვაქვს запас. მაგრამ კიდე რაღაცას ჩავასწორე. ცხენებს ვერ მოუმატებ, ცოტა ასპარგუსის ზიარო ერაძები დაშორდა. ისა ვაფშე ბიზნესად გავარდება. ეხლა ნახე რა ვქნა. ასათ ოქტანზე ნასტროიგდება ტურბო ბუსა. ნახოთ აბა მე თუ მოვახერხებ გადავიდე. გადასვლა მუშველა კარგად დაბლებში მაგრა გადადის წნევაზე მაგრამ მაღლებში კიდე მოსაკლებია მოაკლე მაღლებში ზოგადად ძალიან ბევრის დამატება ან დაკლება ჭირდება აგიტოც არის უარც მაღლებში მოაკელი კიდე 5 გუსტი საიდან გვაკეთე აფიდან აი პატარა მწვანე რო არის იქ არის ბაგა. ავიდა. აი კაი იყო. მე 11 და 4.
15 და 1. ბაგატია. ბაგატია, კი ბევრია. ნახე. ადამდე დაბეჭდი ვიდო. ერთ ვარზე მეც გონი არ მე. აი, ოდენა 1 და 1. 1 და 1-ია. აუ, ხარ ზამბა. ამასობაში დაგვათენდა. კარგია კიკეთი. ასათ ოქტანზე ვართ. აუ, ჯერჯერობით 366 ცხენზე გავჩერდი. მაგრამ პატარა კორექციებს ვაკეთებ ახლა. და ნახოთ საბოლოო შედეგი რა იქნება. ნუ ალბათ ცოტა ნაკლები იქნება, მაგრამ უსაფრთხო რა. და ნახოთ. ეხლა ცოტა გაგრილდეს და ჩავაჭერს. დავიწყო. გადაწერილია. დავატრიალო კიდე. ხო, იატიც ჩამოვიდა იატი. ხო. Короче, 9000-დან არა დასამატებელია. კიდე ხო? 9000-დან როგორ დაამატო, იცი? ყველა გრაფაში 20, 40, 60, 80, 100. 9000 გახსენი. 9000-დან ეგრე საფიქაო. ისე მისია ზუსტად. ცოტა მოიქ. ანუ ცოტა შედეგი ხო არის. აი აბა მიკარნახე. 9000-ზე დაამატე. 9000-ზე დაამატე 10%. 10? ხო. 12.0-ია და რავი, 10 დაამატე. 9200. 9200-ზე დაამატე 20. და აქ დავლა 8800. არა, შემდეგი რა არის? აი, ის 9220. ხო. შემდეგი გვაქვს 9600. 40. შემდეგი 10000. 60. შემდეგი 10400. 80. შემდეგი 10800. აი, ბოლომდე 80 გავუშვი და გადავამოწმოთ ერთით.
ხო, ნუ ეგრე ითხოვს. მოიცა. გახსენი 6000-დან 7000-მდე. არ ვწერდი. არა, მაგრამ ვერ ჩააკორექტირებ, ზამოკი დაკეტილია. 6-დან 7-მდე. 7.5-მდე. -20. 7.5-მდე -20. ხო. იყოს. ეგ არის, всё, გაუშვ ჩაწერას. ხო. შეიძლება ერთ ცხენშია სხვა. 1-2 მაქსიმუმ, რო ცხელდება. სტაბილური იყო იგი. დინოთ სტაბილური. დინო ყველას. იმენა ზუსტი. ხალხულებს რო სულობ რა. ნუ 340 ცხენი გაქვს საბურავი. ეი ჯორი ის აი თანაუბრალში იმე ნახტი გაცამის. ამაზე არ ვარ ბანკობა. აი ნუ. აი, პირჯვარი გადაიწერე, წავედი. რადიატორი ხარ. ცოტა უკეთესობა აქვს, მაგრამ კიდე უნდა. რატე? აროჩი რა უნდა ქნა იცი? ეხა უნდა დაიწყო 9300 გვაქვს, ხო? ცეღარო დავაკეთე ბოლოს. 9200-ზე უკვე კაია, წეგან არ იყო კაი. 9200-დან იყო. ხარი ეხა დაიწყე 9400 გვაქვს? არა 600. არა, მაშინ 9200-ზე. პლუს 40. 40? ხო. 9600. პლუს 60. რაში? 10-ია პლუს 80. მაგის მერე გავუშვი პლუს 100. ყველგან. და
კიდე 5200-ზე. 5200-ზეც უნდა ჩავასწოროთ. მაგრამ იყოს რა ესე, იყოს 13 და 5-ია. უფრო კარგად გადის წნევაზე და ეს დავტოვოთ ეს. ვა, დეტონაცია გამორიცხული. ხო არა და იყოს რა. აი, ჩატმერე დაუშვი ჩაწერა. აი. იატის რადიატორი სად არის? იატი ხო გრილდება რადიატორი? მაგი არის დიდი რადიატორი და პატარა არის და ხო. ო, აღარა. ჩაიწერა? უცნაირია, ბევრი არა, 58-ზე დაწერა პირველიც. დავკეტო? გორჩა? გავიგუდე. გავიგუდე. აუგიდე? გავიგუდე. წამოდა. კორექტირებებით შევიტანეთ. საწყალს. ხო. მოკლედ ბუსაზე ამოვიღეთ 366 ცხენი. სტაბილური უსაფრთხო. შეიძლება და კიდე რაღაცების კორექტირება, მაგრამ ესე ჯობია რა. თან საქმე. გასაკეთე. ერთ-ერთმა დაწერა 222 თუ 220 ცხენი. ნახავ მე ჩავსვა. ეს არის 129 ცხენზე. და უნდა დავანასტრო იკო კიდე. ნახოთ რა გამოვა, მაგრამ დღეს არა. ხვალ დავანასტროიკებ. ანუ ხვალ დავიწყებ და როდის მორჩები ვნახოთ. როგორც იქნა სამი გათანებული ღამის მერე ცოტა მეძინა.
ეხლა დილის 10 საათია, ჩამოვედი გორში. ამ ერექვთან. წესით გუშინ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ აი გავითიშე. აი მენა მივდიოდი, მოვწყდი ეგრევე დავეცი. ხო და სანამ რამე ცუდი დამემართებოდა, წავედი დავიძინე. ეს ერექვსი უნდათ ტრეკზე სასიარულოდ, ანუ ჩვეულებრივი სტანდარტული დრაგის მოტოს მარტივი ნასტროიკა არ გამოვა რა. ბევრი ჩალენჯი უნდა, სხვადასხვა სიჩქარეში, სხვადასხვანაირი ნასტროიკა უნდა. ჩვენ ტრეკს მოვარგებ, იმიტომ რომ ვიცი, უკვე ზეპირად ვიცი რა მოსახლეებში რა TPS-ით, რომელი სიჩქარით როგორ უნდა გაიაროთ. ხო და მაგის მიხედვით გავაკეთებ, სიჩქარის მიხედვით დავანასტროიკებ. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. ნუ მეხუთე, მეექვსე ერთ და იგივე იქნება. ხო. აუ ეხლა კაია სიწყნარეა, ხალხი არ არის და როგორც იქნა კამერა ავიღე რა. ეს პროგრამა Volichis. მერითიც უერთდებით კომპიუტერს. ეხლა აქ პინები უნდა დავსვა და ეს პინები აი ესე შევა კომპიუტერში, რომელიც მე დაუკავშირდება აი ამას, რომელიც თავისთავად მე ამას დაუკავშირდება და გავაკეთებ ცვლილებებს. ხო და სხვათა შორის ამ მოტოს უნიკალური გამშვები უყენია. ეს ნახეთ. ძალიან მაგარი იოშიურას გამშვები უყენია. მე ვფიქრობ რეკორდული ცხენი უნდა მოგვცეს ამ გამშვებმა ამ მოტოციკლებზე და ვნახოთ. ჩემსას, ჩემ ერექვს 124 ცხენი ქონდა და მზაპრაში უკაიწერა ამ მოტოში, ეს მოტო გავტესტე 129 ცხენი დაწერა, მაგრამ 18000 ტრიალებდა რა. ხო და რაც არაფრის მომცემია სრულიად, ძალიან საშიშია, მაგას მოვაკლებ. ხო, რეალურადაც ძალა არ აქვს რა მაგ სიჩქარეზე, მარტო ხმა აქვს და რატო ვაწვალოთ მოტო და რატო დავაზიანოთ ძრავი. ეხლა წავიკითხავ, რა ეწერა ვნახავ და წავშლი base maps ჩავწერ. მე ისევ გავტესტავ და მე დავიწყებ ნასტროიკას. ეხლა მიმდინარეობს არსებული კალიბრაციის დაკითხვა. ხო და რო წაიკითხავს ვნახოთ რა სისულელებია შიგნით და გაჩვენებთ თქვენც. იმედია ეხლა არავინ არ მოვა და twins არავინ გაგვყავს. რო გადავიღო ყველაფერი. ესეც მორჩება მალე და ვნახოთ. პირველ რიგში ვნახავ ლიმიტერს, იმიტომ რომ სასწაულად ბევრს ტრიალებს. ხო და ძალიან საშიშია. 16500 უწერია, მაგრამ რატომღაც 17-ზე ტრიალებს. ანუ ტახომეტრი იტყუება, მაგრამ 16500-იც ძალიან ბევრია. მოკლედ 16-ზე ზევით არის საშიში. ხო და რა ვიცი. თან 14000 ზევით მარტო ხმა რა რეალურად არ მიდის. დროსელი ერთ-ერთთან არის გაკეთებული, როგორც ვაკეთებ ხოლმე დრაგის მოტოებზე. ამ კონკრეტულ მოტოს ესე არ ჭირდება განსაკუთრებით მესამე სიჩქარეში. და მაგასაც ჩავახტები, გავასწორებ როგორც უნდა იყოს ისე. კაი, დანარჩენს აღარ გაჩვენებთ? დანარჩენს მე ვნახავ. ავედი 134 ცხენამდე. 135-ით შეიძლება რა. აი პირობებში დაწერს ცოტა რომ გაგრილდეს. ხო და თითქმის გავედი ახლა ბოლოში ველოდები ჩამოვიდეს მე პატრონე და დაჯდეს აქვე გაიარ გამოიაროს, იმიტომ რომ ეს ტრეკისთვის რო უნდა, წეულზე უნდა იაროს. ცოტა სხვანაირი მიდგომა საჭირო რა. დროსელის ნასტროიკა უნდა ძალიან ისეთი კონსერვატიული. და მაგას ვაკეთებ ხა მაგაზე უფრო ვარ ორიენტირებული ვიდრე ძალაზე. ნუ რა თქმა უნდა სმესი სასწაულია, საცვეულები იმას აკეთებს. მაგარი მოტოვა ძალიან.
ცოტა გაგრილდეს და ჩავაჭერ. ეს არის ამ მოტოს მაქსიმუმი დინოზე. ტრასაზე, საკმაოდ მეტი ექნება რა. ძალიან დაცხა უკვე და ვენტილატორმაც ცოტა მე მგონი ჩაისვარა, ისე ვეღარ ტრიალებს როგორც აქამდე და რთულად ირთვება და მე დავშლი ერთი რომ მოვიცლი და ვნახავ რა ხდება. ჩამოვსვავ, ეხა პატრონი გაივლის და ნახოთ რა სიტყვის.